ახალი სამუშაო ადგილები და უცხოური ინვესტიციების ზრდა სწორედ ამ სარგებელს ელის ქართული მხარე აბრეშუმის გზის ფორუმისგან. მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება თბილისში ხვალ უნდა გაიხსნას. აბრეშუმის ისტორიული გზის აღდგენის გზებთან ერთად ფორუმის მონაწილეები კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზეც იმსჯელებენ. მათ შორის იქნება ანაკლიის სპორტის მშენებლობა, რომლითაც ჩინური მხარე იყო გამოთქვამს ინტერესს. საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ღონისძიებას 30-მდე ქვეყნიდან 800-მდე წარმომადგენელი უნდა დაესწროს. მათ შორის იქნებიან სახელისუფლებო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომელთა ერთი ნაწილი უკვე თბილისშია. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე საქართველოში ის დელეგატები იყრიბებიან, რომლებიც ხვალინდელ მასშტაბურ ღონისძიებაში ჩაერთვებიან. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 15-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი. სულ ფორუმში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მიიღებს. გვჯერა რომ ვაჭრობა ჩინეთსა და ევროპას შორის უფრო მარტივი გახდება ამ ინიციატივის მეშვეობით და ეს ძალიან კარგია. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ბარიერები და უნდა გავამარტივოთ გადაადგილება. ჩვენ უნდა დავწიოთ ფასები, რაც ორ კონტინენტს შორის ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ შექმნათ უკეთესი პირობები ვაჭრობისთვის, მგზავრობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აზიასა და ევროპას შორის კავშირს ეძებს. უკვე საქართველოშია ჩინეთის 300 წევრიანი დელეგაცია. აბრეშუმის გზის ფორუმს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც დაესწრება. მთავრობის წარმომადგენლები და ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა განავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე საერთო წარმატების მისაღწევად. პრემიერმა აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ჩინური ინვესტიციებით თბილისში ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა. ჩვენ ვიქნებით პირველი სახელმწიფო, სადაც გაიმართება ფორუმი, რომელიც მიეძღვნება ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივას ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის შესახებ. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მთავრობის წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან ერთად ფორუმის მუშაობაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან. საქართველოში იმყოფება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო. სამწუხაროდ დღეს ბევრ ქვეყანას შორის კავშირები და კოორდინირებული მუშაობა არ არის. ამ კუთხით საქართველოს სწორგზას ადგას. თქვენს ქვეყანას აბრეშუმის გზის კუთხით გამოცდილება უკვე აქვს. ქვეყნების კავშირები ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვარ ჩართული. საქართველომ დროთა განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა. თქვენ მოაწესრიგეთ ადმინისტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოსთვის საერთაშორისო მასშტაბით წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ქართული მხარე აბრეშუმის გზის ფორუმისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდება. მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალი კავშირების დამყარებით ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის გაზრდით, ასევე ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენით საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდება. ფორუმის შედეგად ჩვენ უნდა გქონდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნება საქართველოში, უნდა იყოს გაზრდილი ტვირთბრუნვა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, ასევე უნდა გქონდეს შესაძლებლობა მოვიზიოთ ახალი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რაც საბოლოო ჯამში აისახება ყოველ ჩვენს მოსახლეზე და ჩვენს მოსახლეობას. აბრეშუმის გზის ფორუმზე მთავარ საკითხებს შორის იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. პროექტით ჩინელი ინვესტორები დაინტერესდნენ. ქართული მხარე ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის საკითხის გადაწყვეტას უახლოეს დღეებში ელოდება. კარიბჭე ევროპისკენ აზიური ქვეყნებისთვის ეს უნდა იყოს ანაკლია. ანაკლია ერთ-ერთი გიგანტური პროექტია, არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიან რეგიონისთვის. ვფიქრობ, რომ ანაკლიის თემასთან დაკავშირებით ამ დღეებში ჩვენ მივიღებთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ხვალ გაიხსნება. ღონისძიების მთავარი მიზანი ისტორიული მარშრუტის სრული დატვირთვით აღდგენაა, რომელიც აზიასა და ევროპას ერთმანეთთან 20 საუკუნის განმავლობაში აკავშირებდა.